ნაკლეხიდის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა არხის ოფისი დაათვალიერა, იგი პირველი საინფორმაციო კავკასიურის თანამშრომლებსაც შეხვდა. პრეზიდენტმა მათ განახლებული ეთერი მიულოცა და წარმატებები უსურვა. პირველი საინფორმაციო კავკასიური საქართველოს გარდა კიდევ რამდენიმე ქვეყანაში იმაუწყებლებს. სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასია, უკრაინა, ბელორუსი, აღმოსავლეთ ევროპა, რუსეთი, თურქეთი და ირანის ტერიტორია. საქართველოს გარდა პირველი საინფორმაციო კავკასიური ამ რეგიონებს მოიცავს. არხი უკვე მეორე დღეა ეთერშია. ეთერი გრანდიოზული პროექტით გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტმა ხალხის შეკითხვებს სწორედ ამ ტელევიზიის ეთერით უპასუხა. არხის სტუდიები და ტექნიკური შესაძლებლობები გუშინ მიხეილ სააკაშვილმაც შეაფასა. 6 საათიან მაუწყებლობას არხი რუსულ ენაზე განახორციელებს. როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, საკმაოდ ამბიციური პროექტით არხის მესვეურებს იმ ვაკუუმის ამოვსება უნდათ, რაც რუსულ ენაზე მიღებული ინფორმაციის მხრივ არსებობს. პირველი საინფორმაციო კავკასიური პირველი რუსულენოვანი არხია, რომელიც კრემლის მიერ არ კონტროლდება, აცხადებს ეკატერინე კოტრიკაძე. ეს არის უპრეცედენტო პროექტი. ზოგადად უპრეცედენტო. ეს არის ძალიან ამბიციური წამოწყება, რასაც ახლა თქვენ აქ ხედავთ. ეს იქნება რუსულენოვანი არხი, პირველი რუსულენოვანი არხი პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც არ კონტროლდება კრემლის მიერ. ეს იქნება ტელეკომპანია, რომელიც მოყვება ყველაფერს, რასაც დაინახავს, რომელიც იქნება ძალიან დაბალანსებული და ობიექტური. როგორც ტელეკომპანიის ხელმძღვანელები აცხადებენ, მაყურებელს ობიექტურ და ყოვლისმომცველ ინფორმაციას შესთავაზებენ. ეყოლებათ კორესპონდენტები ბაქოში, ერევანში, მოსკოვში, კიევში, ანკარაში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, ვლადიკავკაზსა და თეირანში. პირველი საინფორმაციო კავკასიურის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იმ სტერეოტიპის დამცხრევაა, რომელიც რუსულენოვან არხებზე საქართველოს შესახებ არსებობს. ინფორმაციული ვაკუუმი არსებობს განსაკუთრებით რუსულ ენაზე. ასევე საქართველოს შესახებ არსებობს რაღაც სტერეოტიპები, თუნდაც რუსეთში. ჩვენ შევეცდებით, რომ ეს სტერეოტიპი დავამსხვრევთ, ვილაპარაკოთ სიმართლეს საქართველოს შესახებ. პირველ საინფორმაციო კავკასიურზე ახალი ამბების გამოშვება იმ ამბებს მოიცავს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ხდება. საერთაშორისო ახალი ამბების მიმოხილვისას განსაკუთრებული ყურადღება იმ ინფორმაციაზე გამახვილდება, რომელიც ასე თუ ისე გავლენას ახდენს ჩვენს რეგიონზე. ეს პირველი ეთერი მქონდა და ოდნავ ნერვიულობდი. ვფიქრობ, ცუდად არ გამოგვივიდა. ჩვენი საინფორმაციო გამოშვების საშუალებით, როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიო მნიშვნელობის ინფორმაციას მოისმენთ. ჩვენი მთავარი მიზანი ობიექტურობა და ოპერატიულობაა. საინფორმაციო გამოშვებაში სპორტის ბლოკი მიმყავს. გარდა იმისა, რომ სპორტის ახალ ამბებს ყოველდღიურად მოგაწვდით, კვირაში ერთხელ ორშაბათობით გვექნება კვირის მიმოხილვა გადაცემა ექსტრა ტაიმ. ჩვენი პირველი გადაცემა უკვე გავიდა, ასე რომ ახლა მაყურებელზეა დამოკიდებული, როგორ შეაფასებს ჩვენს შრომას. არხის მენეჯმენტი ძირითადად უცხოელებითაა დაკომპლექტებული. პირველი საინფორმაციო კავკასიურის გენერალური დირექტორი რობერტ პარსონსია, გენერალური დირექტორი პროგრამების დარგში კი მელანი ენსტი.